მოკლედ, ინტენსიურობა, ეროვნულ განმათავისუფლებელი დროებისა, მისი აქტიურობის ხარისხი და ეფექტურობის ხარისხი მკვეთრად გაიზარდა 1999 წლის 9 აპრილის მოვლენების შემდეგ. ჩვენთან იურიდიულ ფაკულტეტზე ერთ-ერთი ლექციის დასრულების შემდეგ აუდიტორიაში შემოვიდა 2 ულვაშიანი და 1 წვერებიანი მამაკაცი. ეს 2 ულვაშიანი იყო ვახტანგ ხვალაძე და რევაზ შავიშვილი და ეს 1 წვერიანი იყო გოგლა ლაპიაშვილი. და სტუდენტებს კითხეს, რომ ხომ არ გაინტერესებთ, რომ აი საბჭოთა ყრილობის საარჩევნო კანონის პროექტი გამოქვეყნდა, იმაზე შენიშვნების მომზადებას ვაპირებთ, რომ მოსკოვში გავგზავნოთ ჩვენი მოსაზრებები და ამ პროცესში ხომ არ ჩაერთვებითო? და იქ ლიფტი იყო კუთხეში და იქ იდგა ეს ქართველი ემიგრანტი ეს კაცი და ცოტა ხანში ჯაბაც გამოვიდა თან ახლდნენ ნუკლიცისკაძე და კიდე გორი სვანიძე იყო თუ არ ვცდები. ნუკლი დაიღო მერი აფხაზეთში და ის სვანიძე თბილისში. და იქ ჯამარო დაინახა მივიდა და შენი სახა ამ რაღაც მანამდე ამ კაცს აყვანილი ყავდა ქართველების ჯგუფი ევროპაში და რაღაც იქ საყოდილობდნენ ამის თავობაზე. რომ ისე ვერ მოუარა მათ როგორც საჭირო იყო და სწორედ შენი სარახარი ქართველები რა შემშილეო და მივიდა და მოკლედ ციხლის მიეყოლა და მუშტიც. ხო და მივარდი ამ ჯაბას და მოკლედ ცადე გაჩერება. ხო და რო ვაჩერებდი მე ხელი მოკიდეს ავიყვანე და გვერდზე გადმოვიყვანე და ისეთი შემექნა რომ აი ხანდაკება იყო ეს ყველა ჟილეტი ესა თუ რაღაც არ ვიცი. მოგესალმებით ყველას, აყურებლებს სრულებით შემოგვერთება და ნახავთ ჩვენ ვიდეოს, ეს არის სტალინის საისტორიო კლუბის მორიგის შეხვედრა და ძალიან საინტერესო. დიდი მადლობა ბატონ ვახტანგ, დიდი მადლობა ბატონ დავით. უხარშულს გულისხმობ და ბატონ დავით ჯაფარიძე როგორც წესი არის წამყვანი მოთავე ამ სტალინის საისტორიო კლუბის. დღეს გვინდა უშუალო მონაწილეებთან ერთად ადამიანებთან, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩარეული პროცესებში და აქედან გამომდინარე ყველაფერი ძალიან კარგად იციან. ძალიან ბევრი რამე იციან დეტალებში. გავიხსენოთ 1990 წლის დასაწყისი, სადაც პირველი არჩევნები ჩატარდა. დავით ჯაფარიძეს ვაძლევ სიტყვას და გავაგრძელოთ ისე როგორც თქვენ ისურვებთ ამის გახსენებას. მადლობა, მოგესალმებით ყველას. დიდ მადლობას მოვახსენებ ბატონ ვახტანგს და ბატონ დავითს გააცენაში მონაწილეობისთვის, რომ გამონახეს დრო. ეს იდეა ამ თემაზე საუბრისა ეკუთვნის არჩილ ჭირაქაძეს, რომელიც სამწუხაროდ დღეს ავადმყოფობის გამო ვერ მონაწილეობს. არჩილი იყო ცენტრალური საარჩევნო კომისიის მეორე თავმჯდომარე ირაკლი ჯორდანიას შემდეგ. ვახტანგ ხვალაძე იყო მოადგილე თავმჯდომარის და დათო იყო იურიდიული ჯგუფის წევრი და შემდეგ ხელმძღვანელობდი ხო დათო იურიდიულ ჯგუფს ვარცები. კი ბატონო და CSKO-ს წევრი ვიყავ. ეს პირველი მრავალპარტიული არჩევნები იყო უმნიშვნელოვანესი მოვლენა ჩვენი ერის ცხოვრებაში. 1918-21 წლების შემდეგ ასეთი არჩევნები საქართველოში არ ჩატარებულა. ტარდებოდა საბჭოთა არჩევნები და ვისაც იმაში მონაწილეობა მიუღია, ახსოვს ყველას რომ ეს იყო რაღაცა ნამდვილი ფარსი. საფნის ოპერა. ერთი კანდიდატი იყო და ბოლოს ხალხი აღარ დადიოდა, მიდიოდნენ მე ერთხელ წავედი რომ ენახე როგორ იყო ეს როცა მომეცა ასაკით რომ მევახციე იმ საარჩევნო უფლება რომ მომეცა და ყრიდან მე იქ საარჩევნო მაშინდელი საარჩევნო კომისიის წევრები ამ ბიულეტენებს და ცხადდებოდა რომ მოსახლეობის 99%-მა და 99%-მა ხმამისცა პარტიის კანდიდატს. თუმცა დათო ჩავერთვები ერთ წუთი. კი ბატონო. თუმცა ეს ყოველთვის 100%-ზე ნაკლები იყო, რასაც წერდნენ. მაგრამ უკვე შემდგომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მე მახსოვს შემთხვევები, როდესაც არჩევნებში ხმა მიიღო, ამა თუ იმ მონაწილეობა მიიღო უფრო მეტმა კანდიდატმა, ვიდრე რეგისტრირებული იყო იმ საარჩევნო. იგი კურიოზებიც იყო. 100%-ზე მეტმა სამწუხაროდ ასეთ შემთხვევებიც იყო. კი, როცა პატარს რეკავდნენ და გვაბარებდნენ ანგარის უბნების საუბრებიდან იყო რომ 108%, 110%, 112% იყო ასეთი შემთხვევებიც. დათო, მადლობა შესწავლისთვის, მაგრამ სანამ უშუალოდ არჩევნებზე გადავალთ, მინდა სულ ყველა მიგრებ ცოტა კონტექსტის ერთ-ორი სიტყვით კონტექსტი ვთქვა რა ხდებოდა ამ არჩევნების მაგის თქმას ვაპირებ.
და აი 80-იანი წლების მეორე ნახევარში დაიწყო ეროვნული მოძრაობა, რასაც ქვია ის საქართველოში და 90 წელს იძულებული გახდა კომუნისტური პარტია, რომ დაენიშნა მრავალპარტიული არჩევნები და სწორედ როგორ მოხდა ეს და რანაირად ამაზე ვისაუბრებთ და ეს შენვიათ იცის ვახტანგ ხმალაძემ ეს ყველაფერი და ვესაუბრებ ამაზე. ხო, ვახტანგ. მოკლედ ყველაფერი ესეთი ინტენსიურობა ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობისა მისი აქტიურობის ხარისხი და ეფექტურობის ხარისხი მკვეთრად გაიზარდა 1989 წლის 9 აპრილის მოვლენების შემდეგ. 99 წელს მარტში თუ სწორად მახსოვს გაიმართა საბჭოთა კავშირის სახალხო დეპუტატთა ყრილობის დეპუტატთა არჩევნები. ეს იყო საბჭოთა კავშირის ისტორიაში ალბათ პირველი შემთხვევა, აი ეგრეთ წოდებული პერესტროიკის პერიოდში პირველი შემთხვევა, როდესაც გაჩნდა შანსი, რომ კანდიდატები წარედგინა არა მხოლოდ კომუნისტურ პარტიას და ასე ვთქვათ მის ქვეშ მყოფ კონკავშირს, პროფკავშირებს, შემოქმედებით გაერთიანებებს, არამედ შრომით ეგრეთ წოდებულ შრომით კოლექტივებსაც. მაგრამ გაიხსენეთ, ბატონო ხტაგ, იმიტომ აკაკი ბაქრაძე და ნოდარ ნათაძისთვის ვიბრძოდით, ნოდარ ნათაძე მე მგონი აი ამის თქმიდა, მან მივდივარ. ანუ გაჩნდა შანსი, რომ თქვა უნივერსიტეტს ან რომელიმე კვლევით სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტს წარედგინა კანდიდატები. ნუ ამით ვისარგებლეთ იმ ჯგუფებმა, ვისაც გაუჩნდა იმედი, რომ შესაძლებელია ამ საბჭოთა კავშირის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში იყო მართლაც ხალხის წარმომადგენლები და მოხდა ისე, რომ თბილისში რამდენიმე საარჩევნო ოლქში დასახელდა კანდიდატები, თქვა დაასახელა იქ უნივერსიტეტ თბილისის ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტმა. დაასახელა ასეთი კანდიდატი გეოფიზიკის ინსტიტუტმა, დაასახელა ფილოსოფიის ინსტიტუტმა. ესენი იყვნენ, თქვათ, აკაკი ბაქრაძე, ნოდარ ნათაძე და პარვენ მარგველაშვილი. ახლა იქ პროცედურა ისეთი იყო, კანონში ეწე, პროცედურა ისეთი იყო, რომ წინა საარჩევნო ეტაპზე ხელისუფლებას ეძლეოდა შესაძლებლობა ამოეგდო წარდგენილი კანდიდატი, რეგისტრაციაში არ გაეტარებინა. ეს ვერ მოახერხეს უნივერსიტეტისა და გეოფიზიკის ინსტიტუტის მიერ წარდგენილი კანდიდატების შემთხვევაში, იმიტომ რომ ჩვენ ვიმოქმედეთ ძალიან, ასე ვთქვათ, ეფექტიანად, არ მივეცით ამის შესაძლებლობა, მე გახდით პარვენ მარგველაშვილის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი და გეოფიზიკის ინსტიტუტში იყო რევაშაიშვილი, ამის ხელმძღვანელი. მაგრამ მოახერხეს ნოდარ ნათაძის ჩახსნა არჩევნებიდან. დარჩა ეს ორი კანდიდატი. ორივეს ყავდა ესეთი ძალიან პოპულარული და სერიოზული კონკურენტები, დასახელებული, ხელისუფლების მიერ წარდგენილი კონკურენტები, მაგრამ ჩვენმა კანდიდატებმა წარმოუდგენლად დიდი უმრავლესობით დაამარცხეს ხელისუფლების კანდიდატები. ამან გააჩინა შანსი იმისა, რომ საქართველოში გაგვემეორებინა იგივე. საქმე ის გახლავთ, რომ საბჭოთა კავშირში შემოვალ რესპუბლიკებს ჯერ კიდევ არ ჰქონდათ მიღებული თავისი საარჩევნო კანონები. და რესპუბლიკების მიერ თავისი საარჩევნო კანონების მიღება ხდებოდა ესე, ითარგმნებოდა ეს საკავშირო კანონი, მაშინ შედიოდა ის ცვლილებები, რომ მოერგოთ რესპუბლიკისთვის და არა საბჭოთა კავშირისთვის, სხვა ყველაფერი რჩებოდა უცვლელად. მაგრამ აი 9 აპრილის შემდეგ
ჩვენ დავინახეთ შანსი, რომ მიგვეღო ისეთი კანონი, რომელიც არ მისცემდა შესაძლებლობას საბჭოთა ხელისუფლებას, ამ კომუნისტურ ხელისუფლებას ის ტრიუკები ჩაეტარებინა, რაც გააკეთა მან, თქვა საკავშირო არჩევნების დროს. ხო, ეხლა ჩაწერა მაგრამ ინტერნეტში ვარ მე ახლა. გადავწყვიტეთ, რომ დაგვეწერა არჩევნების კანონი და შემდგომ გვემოქმედა, ზემოქმედება მოგვეხდინა მაშინდელ საბჭოთა კომუნისტურ ხელისუფლებაზე, რომ ეს კანონები ყოფილიყო მიღებული. და განწყობა უკვე ისეთი იყო საქართველოს საზოგადოების განწყობა, რომ ძალიან დიდი შანსი იყო, რომ საზოგადოების დიდი უმრავლესობა ასე ვთქვათ მონაწილეობას მიიღებდა ამ ხელისუფლებაზე ზემოქმედებაში. მოკლედ, დავწერეთ ასეთი კანონი. ეხლა სიტუაცია ისეთი იყო, რომ ეს პირველი დაწერილი კანონი, რომელიც დავწერეთ, იყო ანუ საბჭოთა კავშირის დროს როგორ იყო, რომ კომუნისტურ პარტიას ჰქონდა თავისი კვოტა, თქვათ, პირობითად ვამბობ, თქვათ, უზენაეს საბჭოს 200 თუ 250 ადგილიდან კომუნისტური პარტიას მიჰქონდა ამდენი მანდატი. ეხლა რიცხვები არ მახსოვს ზუსტად. ისევე როგორც საბჭოთა კავშირის რაოდენობა იყო, ყოველდღე წყალი არ გავუვიდოთ ეს მე კი, ეს იყო პირდაპირ დადგენილი რაოდენობა. კომუნისტურ პარტიას ამდენი, კომკავშირს ამდენი, პროფკავშირს ამდენი, იქ შემოქმედებით კავშირებს ამდენი, მოკლედ ესე იყო პირდაპირ. აი ეს უნდა გადვეუქმებინა. მაშინ ჯერ კიდევ ვერ ვხედავდით შანსს მრავალპარტიული არჩევნების მოწყობისა. და ჯერ კიდევ დაბალი იყო შანსი პარტიების ლეგალიზებისა. ანუ ფორმალურად კანონის შესაბამისად, კონსტიტუციის შესაბამისად, მხოლოდ ერთი პარტია არსებობდა, ეს იყო კომუნისტური პარტია. სხვა დანარჩენი პარტიები არ არსებობდნენ. რეალურად უკვე არსებობდნენ სხვა პარტიებიც. ფაქტობრივად. ოღონდ ისინი არ იყვნენ, ასე ვთქვათ, ლეგალიზებული. სახელმწიფოს მიერ არ იყვნენ აღიარებული. მოკლედ, იყო დიდი კამპანია ამ კანონის მისაღებად. სექტემბერში თუ სწორად მახსოვს, საბჭოთა საქართველოს უზენაესმა საბჭომ მიიღო ეს კანონი და დანიშნა უპარტიო არჩევნები მარტში. 90 წლის მარტში. ნუ მთელი რიგი მოვლენები იყო, ახლა იმას არ მივყვები, რადგან არჩევნებს მივყვები. პარტიო რას ნიშნავს? მარტო მაჟორიტარები იღებდნენ მონაწილეობას? არა, მარტო კი, ასევე მთლიანად მაჟორიტარები იყვნენ. მხოლოდ მაჟორიტარები იყვნენ, მაგრამ წარდგენის უფლება ჰქონდათ, აი როგორც გითხარით უკვე, იქ უნივერსიტეტებს, ქარხნებს, კვლევით ინსტიტუტებს, ანუ ეგრეთ წოდებულ შრომით კოლექტივებს. თუ შეიძლება, ვახტანგ, ეს სამით მანდ რომ გავჩერდეთ, ეხლა ვართ 99 წლის სექტემბერ-ოქტომბერში, როდესაც ეს კანონი იქნა მიღებული და არჩევნები დაინიშნა 90-ის მარტისთვის. ცოტათი უკან მინდა წასვლა, ვინაიდან თორნიკემ ბრძანა კონტექსტი აქ სუპერ მნიშვნელოვანია და ეგრე მოხდა, ახლა აი დღეს არის 25 მაისი. არანაირად ეს თარიღი არაფრისთვის არ შეგვიჯერებია, ასე მოხდა დღევანდელი ეს ჩაწერა, მაგრამ ჩემთვის ეს დღე უკავშირდება რას? 1988 წლის 25 მაისს დავბრუნდი 2 წლიანი სამხედრო სამსახურიდან. 86-ში წავედი და 88 მაისში დავბრუნდი. და დავბრუნდი სრულიად სხვა ქვეყანაში. დღეისთვის ყველა ამ წლების რაღაც თავისი სპეციფიკა უკვე ისე აღარ იცის ახალმა თაობამ, მაგრამ აი პერესტროიკა რომ დაიწყო და 86-88 წლებში, როდესაც მე საქართველოში არ ვიყავი და მე დავბრუნდი. მე სხვა ქვეყანა დამხვდა. სხვა ქვეყანა დამხვდა როგორი? მეორე დღეს 26 მაისს მივედი უნივერსიტეტში და სტუდენტების ნაწილი აღნიშნავდა დამოუკიდებლობის დღეს და მეორე ნაწილი ჯერ კიდევ
პოლიციას ეხმარებოდა ეგრეთ წოდებულ აცეპლენიაში, რომ წესრიგი არავის დაერღვია. აი ესეთი ის იყო თოქს რო გადმოძალვა რომა სპორტული შეჯიბრი რო არის ხოლმე. აი მაგ პერიოდში უკვე საზოგადოებაში რაღაც ამდაგვარი ხდებოდა. დუღილი იყო, დუღილი. დუღილი, რომელსაც ხო, ჯერ სახელები არ ერქვა, ჯერ რაღაცა ბუნდოვანი იყო, იდეა გასაგები იყო, მაგრამ მექანიზმები, ინსტრუმენტები, როგორ სად, რანაირად ვიაროთ წინ და რა გველის საერთოდ. და აი ეს 98 წლის სექტემბერ-ოქტომბერი ჩემი აზრით ამ თვალსაზრისით აი საქართველოს არჩევნებზე თუ საუბრობთ იყო ძალიან სერიოზული რაღაცის დასაწყისი. ეს ის დროა, როდესაც აი ვახტანგმა რომ ახსენა რომ 99 წლის გაზაფხულზე საბჭოთა ყრილობის არჩევნები ჩატარდაო 98 წლის შემოდგომაზე ის კანონპროექტი გამოაქვეყნა მაშინდელმა კომუნისტურმა ხელისუფლებამ გლასნოსტის ანუ საჯაროობის კონტექსტში რომ აი ის კანონპროექტსაც ვაქვეყნებო რომ ხალხი ჩაერთოს მის განხილვაში. და აი ეგ დღეებია 98 წლის სექტემბერ-ოქტომბერი, როდესაც მე ხშირად ასე მოვიხსენიებ იმ ამბავს რომ ჩვენთან იურიდიულ ფაკულტეტზე ერთ-ერთი ლექციის დასრულების შემდეგ აუდიტორიაში შემოვიდა 2 ულვაშიანი და 1 წვერებიანი მამაკაცი. ეს 2 ულვაშიანი იყო ვახტანგ ხვალაძე და რევაზ შავიშვილი და ეს 1 წვერიანი იყო გოგლა ლაპიაშვილი. და სტუდენტებს კითხეს რომ ხომ არ გაინტერესებთ რომ აი საბჭოთა ყრილობის საარჩევნო კანონის პროექტი რო გამოქვეყნდა იმაზე შენიშვნების მომზადებას ვაპირებთ რომ მოსკოვში გავგზავნოთ ჩვენი მოსაზრება და ამ პროცესში ხომ არ ჩაერთვებითო. ნუ დაახლოებით 100 სტუდენტიდან 4-5-მა ესე იგი რაღაც საინტერესოდ ჩავთვალეთ ეს ამბავი და ასე მე პირადად ასე მომიწია ჩართვა უკვე შემდგომ საარჩევნო ამბებში ვახტანგის რეზოს და გოგლას ინიციატივით და დახმარებით. და იმ 98 წლის შემოდგომაზე ჩემი აზრით მე არ ვიცი სხვას თუ რამე სხვა ფაქტი და მოვლენა ახსოვს ისტორიულად 18-21 წლების საქართველოს შემდეგ პირველად წავიდა სერიოზული მუშაობა საარჩევნო კანონმდებლობაზე როგორც ასეთზე. ანუ რა განზრახვით რომ არჩევნებს აზრი აქვს. ეს კითხვა გეცნობათ მე მგონი დღესაც გაიგონებთ უჩეში. აქ აზრი არჩევნებს ამ შემდეგ ხო კომუნისტური პირობებში და იმ პირობებში არჩევნები იყო ის რაც აქ უკვე ითქვა ხო 99%-იანი შედეგები და ასე შემდეგ. და იმ კანონპროექტზე მომზადდა მერე შენიშვნები, რომელიც მართლა გაიგზავნა მოსკოვში, სადია იქიდან ბევრი არაფერი გაითვალისწინეს, მაგრამ საქართველოში გაჩნდნენ ადამიანები, იურისტის სტუდენტები აგერ გითხარით, რამდენიმე ჩვენი ჯგუფელი, ეს ხალხი, არა იურისტები, ფიზიკოსები, ძირითადად მათემატიკოსები და ასევე 1-2 ახალგაზრდა პედაგოგი იურიდიული ფაკულტეტის ავთო დემეტრაშვილი ჩაერთო მერე ამბებში, ლადო ჭანტურია გახსოვნება და რაღაცებში. და აი ესე დაიწყო პირველი გააზრება იმისა, რომ არჩევნები მართლა არის არჩევანი. და აი პარმენ მარგულაშვილის და აკაკი ბაქრაძის საარჩევნო კამპანიაში რომ მონაწილეობდით ჩვენ ახალგაზრდები, აი ესე გუშინდელი დღესავით მახსოვს გაოგნებული ადამიანები, რომლებსაც რაღაც ბროშურას გადავცემდით, ან ვეუბნებოდით რომ აი თქვენს ოლქში ესა და ესა. კი, მაგრამ ჩვენს ოლქში ხო უკვე დასახელებულია კანდიდატი. ანუ ის ერთი კანდიდატი კომუნისტური პარტიიდან ვინც იყო დასახელებული, ეს მოსახლეობისთვის ნიშნავდა რომ კანდიდატის დასახელებულია და არჩეულიც არის, მაგრამ აი ადამიანს მოქალაქეს რომ რაღაცის უფლება აქვს რომ ვინმე სხვისკენაც შეიძლება გაიხედოს, ანუ არჩევანი შესაძლებელია. ეს 98 წლის შემოდგომა 99 წლის ზამთრის თვეებია, როდესაც აი პირველი საარჩევნო კამპანიები ტარდება ამდაგვარი იმ ორ ოლქში, სადაც ბატონი პარმენი და ბატონი აკაკი იყრიდნენ მკენს. მახსოვს გია ბუღაძის ნახატების გამოფენა მოეწყო და ამ გამოფენის ქუჩაში გააკეთეს და ჩვენ გვეხმარებოდა თამაში. და მიზანი ის იყო რომ ამ გამოფენასთან ერთად მოსახლეობისთვის ინფორმაცია მიეწოდებინა იმ შტაბს და მას რომ აი იცით ეს ხდება და ეს შესაძლებელია და თუ თქვენ გინდათ შეგიძლიათ სხვა შემოხაზოთ. ეხლა აღარ გავაგრძელებ დეტალებში საუბარს მე 90 არ შემდგან არჩევნებზე ალბათ გავჩერდებით ვახტანგის მან შევაწყვეტინე. მაგრამ ეს აი კონტექსტუალურად ეს არ იყო მხოლოდ სამართლებრივი თემები, ეს არ იყო მხოლოდ პოლიტიკური თემები, ეს იყო კულტურული მოვლენა. აი ახალი ტიპის საზოგადოებრივი კულტურის ელემენტები ჩნდებოდა
რომ ხო თურმე რაღაცას აზრი აქვს მოსკოვში რაღაცის გაგზავნას მე კი მათ არჩევას და აი მან დაიწყო ჩემი აზრით ის რაც 1921 წელს შეწყდა და ну ვიცით რატომ და როგორ ეს რამეს დავამატებ აუცილებლად უნდა ითქვას რომ აი ამ ყველაფრის ფონზე იყო ძალიან ძლიერი წნეხი კომუნისტურ თავრობაზე მისი ეროვნული ძალების გამსახურდია კოსტავა და კიდე სხვა მათი მომხრე პარტიები ძალიან აქტიურად მუშაობდნენ და იმართებოდა მიტინგები თბილისში და რაიონებში ასე რომ ესაც თქვათ ქმნიდა ფონდს საერთო ფონდს რომ უნდა წასულიყო საქმე და იგი კომენტარს ვიტყვი რომ ასე იყო მაგრამ ეგ იყო უკვე 9 აპრილის შემდგომი პერიოდი ძირითადად აი მანამდე ეს 88-ის შემოდგომა 89-ის გაზაფხული 9 აპრილამდე ანუ აი საკავშირო ყრილობის საარჩევნო პროცედურები მან ცოტა სხვანაირად იყო მაგრამ 9 აპრილის შემდგომ რა თქმა უნდა იქ უკვე თვისობრივად სხვა ამბები ხდებოდა ხელისუფლებაზე ზეწოლის თვალსაზრისითაც მიტინგებიც და კიდევ უამრავი რამ მაშინდელი საბჭოთა უმაღლესი საბჭოს მეშვეობით მოხდა უამრავი რამის მიღება იმიტომ რომ 99 წლის აპრილის შემდგომ ხელისუფლება უკვე იძულებული იყო რომ უამრავ დათმობაზე წასულიყო და ხელისუფლებაც დათმო პრაქტიკულად ერთ კურიოზული იმას შემთხვევას მოვყევი რომელიც მოწმეც მე გავხდი 88 წლის პირველი მიტინგს ვესწრებოდი და ნუ მთელი დღე იქ ვიყავი დავიღალე ძალიან და ავედი მეგობრებთან მეგობრის ოჯახში რომლებიც ზემოთზე ცხოვრობენ და იქ დარეკა იმათმა ნათესავმა და თქვა რომ ეხლაო იუდობაში ცხოვრობდა ის ხალხთა ადამიანების დიდმა ჯგუფმა გამოიარა პლაკატებიც და წინ ჰქონდათო სტალინის ისენიო რა ქვია პორტრეტებიო აბათ გორელები არიანო და მანდ რომ მოვიდა რუსეთზე ვაი თუ რამე მოხდესო მეც აპორიაქტი მოვედი ამ რუსთაველზე თავრობის სახლთან მივედი ვანო ხუხუნაიშვილი რო იყო იმას უთხარი იქნებ მეთქი ეგეთი ამბავია და მოდიან და მოვიდნენ რა ვქნაოთ თავპირით უმტრევიათო ვიფიქრე ხა ისინი აქ მოვიდნენ აქ ესეთი განწყობა რაღაც აწყდება ერთი პასტიბუბუ და გავიარ გამოვიარ და შემხვდა მე გერმანულ სკოლაში ვასწავლდი მაშინ ისტორიის მუშაობდი თან იქაც ვასწავლდი სკოლაში ზაზა კოკაია ეხლა შვედეთშია ზაზა კოკაია ხო და უთხარი ეგეთი ამბავია რა ვქნათ მეთქი და იმას ყავდა ზაპოროჟეცი წამოიქნება რამე მოახერხო და ჩავსყიდით იმ ზაპოროჟეცს წავედით და ესე რომ გადავიარეთ ეს ხიდი თავარმეფის ხიდი ძველ კინოსტუდიიდან გამოვიდა ეს ჯგუფი და გააგრძელა სვლა აღმაშენებელზე ესე ბაშასტალინის სურათები ქონდა ვერ დავინახეთ რა იყო ხო და ნუ ჩვენ წინ მიდიოდნენ ახლა ხო და წავედით ზევით და ჩავუსარდით ვარანცოვზე გავაჩერეთ იქა ჭოროხის კი არა ერთ ქუჩაზე და იქ ჩამოვედით ზუსტად მოედანზე გამოვედით შევხედეთ და აღმოჩნდა ალექსანდრე ბატონიშვილი და ისა რა ქვია აკუზა შოლოხაშვილი ხო და გევარდ სტორნის თავიდან შემართულები როგორ გავაჩეროთ და უცებ აგვიწყდა ორივეს ხარხარი ესენი გიყურებენ გაპირებული თუ გაღიზიანებული რა აცინებთ ამათო დიდი მადლობა საინტერესო შეხებისთვის ბატონო ახთან იქნება ეს თანმიმდევრულად კარგად მივდიოდით და თანაც უკვე ფონის შექმნილი გავაგზავნოთ ხო კი ბატონო ახლა 99 წლის აი ზაფხულში შემოდგომაზე როგორი ვითარება იყო აი მე ვამბობ იმ პერიოდს როდესაც იქ მიდის ასე ვთქვათ ზეწოლა ხელისუფლებაზე რომ მიიღონ საარჩევნო კანონი აი ეს რომელიც ჩვენ მოვამზადებთ მაშინ ვითარება ასეთი იყო რომ ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის აი ყველაზე უფრო აქტიურმა ფრთამ ეს არის ზვიად გამსახურდიას გარშემო ესე ბრგვალი მაგიდის წევრები და იქვე ეროვნულ დემოკრატიული პარტია ეროვნული დამოუკიდებლობის პარტია ისინი ამბობდნენ რომ უკანონო ხელისუფლების მიერ დანიშნულ არჩევნებში არ შეიძლება მონაწილეობის მიღება ჩვენ სხვა აზრი გვქონდა ჩვენ სხვაგვარად ვფიქრობდით
ჩვენში მე გულისხმობ, მაშინ უკვე შექმნილ ესეთ ორგანიზაციას DAS-ი დემოკრატიული არჩევნები საქართველოში, რომელშიც ძირითადად იყვნენ უნივერსიტეტისა და კვლევითი ინსტიტუტების წარმომადგენლები, ანუ მეცნიერების წარმომადგენლები ძირითადად და სახალხო ფრონტი. აგრეთვე მხარს უჭერდა ამ არჩევნებს რუსთაველის საზოგადოებაც. მე მახსოვს მაშინ ჩვენი დიალოგი თქვათ აი იმ ფრთასთან, რომელიც ამბობდა, რომ არჩევნებში მონაწილეობას არ მივიღებოდა. ახლა პირველად ვამბობ ასე საჯაროდ, რომ აგვისტოში რაც ისე შემთხვევით შედგა ჩემი და მერაბ კოსტავას შეხვედრა. და ჩვენ გქონდა საშუალება დაახლოებით 9 თუ 1 საათის განმავლობაში გვესაუბრა ამ ყველაზე უფრო მტკივნეულ თემებზე. და მახსოვს მერაბ კოსტავა მითხრა მაშინ, ჩვენ ასე გვაქვს გადაწყვეტილი, რომ ამ არჩევნებში მონაწილეობა არ მივიღოთო, მაგრამ ყველანაირად ხარს დაგიჭერთ, ანუ ღიად არ გამოვალთ, მაგრამ ყველანაირად დაგეხმარებით, რომ გავიდნენ ის კანდიდატები, რომლებიც სჭირდება საქართველოს და შეიძლება ვიფიქროთ იმაზე, რომ ჩვენ შემოგთავაზოთ რამდენიმე კანდიდატი. ოღონდ ესე არაოფიციალურად. ანუ ეს ლაპარაკია იმ არჩევნებზე, უზოლეს საბჭოს აკაკი ბახელძე და ისე რა. არა, ეს ლაპარაკი არის უკვე იმ არჩევნებზე, რომელიც 90 წელს უნდა გაიმართოს საქართველოში. საქართველოს უზენაეს საბჭოს არჩევნებს. მოკლედ ეს კანონი შემოდგომაზე იქნა მიღებული, მარტო ეს კანონი არა, ეს კონსტიტუციაში შევიდა კიდევ რამდენიმე ცვლილება საქართველოს კონსტიტუციაში, მნიშვნელოვანი ცვლილება რამდენიმე, ახლა ეს შეიძლება სხვა დროს ვისაუბროთ ამაზე, ეხლა რომ სხვაგან არ წავიდეთ და დადგა 91 წელი და სერიოზულად დაიწყო საუბარი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მიერ არჩევნების ბოიკოტირებაზე. 90 დადგა ვახტანგ. 90, უკაცრავ, შევიშალო, 90. როდესაც დაიწყო ბოიკოტირებას და ლაპარაკი და უკვე მიღებულ საარჩევნო კანონში ეწერა, რომ თუ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს რეგისტრირებულ ამომრჩეველთა ნახევარზე ნაკლები, მაშინ არჩევნები ჩაშლილად ითვლება. და ხელახლა უნდა გაიმართოს არჩევნები. და ობიექტურად სიტუაცია იყო ასეთი, რომ ძალიან დიდი იყო ალბათობა იმისა, რომ ბოიკოტი შედგებოდა და ჩაშლილად რო გამოცხადებოდა ორ თვეში, მერე ახალი ხელახლა უნდა დანიშნულიყო არჩევნები. ისიც ჩაიშლებოდა და მოკლედ აი ასეთი ვითარება და ხელისუფლებას ხელმძღვანელებთან მივედით და უთხარით, აი ესეთი ვითარება. როგორც არ უნდა იმოქმედოთ, თქვენთვის ეს იქნება წამგებიანი. არჩევნებს ვერ ჩაატარეთ. ამიტომ მოდით დათანხმდით იმას, რომ კითხვა მინდა დავაზუსტო, რომ აი მომენტში ახლა უცბად მომეჩვენა, რომ ჩაიშალა და ეს ერთი მხრივ მათი ხელისუფლების გახანგრძლივებას არ ნიშნავდა, რატო იყო ყველა შემთხვევაში წამგებიანი? ეს ნიშნავდა კი, გეტყვით, ეს ნიშნავდა, რომ სანამ ეს ჩაშლილი იქნებოდა, მანამ არჩევნები არ გაიმართებოდა, დარჩებოდა ის ხელისუფლება, რომელიც იმ დროისთვის იყო. მაგრამ ამ შემთხვევაში კიდევ უფრო მკვეთრად გაიზრდებოდა აი ამ კომუნისტური პარტიის ოპოზიციის მოქმედება და ინტენსიურობის ხარისხი, რაც შეიძლება ძალიან მძიმედ დამთავრებული იყო. და ერთი ფაქტორია კიდევ აქ, რა თქმა უნდა, რომ ეს არის 99 წლის 9 აპრილის შემდგომი პერიოდი უკვე. ეს ის პერიოდია თითქმის ერთი წლის წინა 9 აპრილი მომხდარი და ეს ერთი წელი იყო მოქმედი ხელისუფლების ეროზიის ერთი წელი. მათ რამე ძალა კი ვერ მოიკრიფეს 9 აპრილის შემდგომ და რამე გადაჯგუფდნენ და გადმოჯგუფდნენ. პირიქით, ნელ-ნელა უკან და უკან მიდიოდა საქმე. ეს ის დროა, როდესაც რაიკონის დიუნის კარებს ხან ერთ რაიონში აჭედავენ და ხან მეორე რაიონში
გაფიცვებია და რკინიგზა იკეტება და მთელი ამბებია. ანუ ხელისუფლება იმ არჩევნების ვერ შედგომით გახანგრძლივებულობას თავისი ძალაუფლების ვერაფრით ვერ შეირგებდა პირიქით უფრო სწრაფად უკან წავიდოდა. კი და მათი ბედიც იქნებოდა გაცილებით უფრო მძიმე ვიდრე იმ შემთხვევაში თუ ის დათანხმდებოდა მოთხოვნებს. და მოთხოვნები იყო ასეთი, ჩვენ წინადადება იყო ასეთი. დავუშვათ მრავალპარტიული არჩევნები. კონსტიტუციიდან ამოვიღოთ ის მუხლი, რომელშიც ეწერა, რომ ერთადერთი მართველი და წარმართველი პარტია არის კომუნისტური პარტია. ამ მუხლის ამოღებით უკვე ჩნდებოდა მრავალპარტიული არჩევნების შესაძლებლობა. და დათანხმდა მას ხელისუფლება. კონსტიტუციაში შევიდა ეს ცვლილება. იქ იყო ხო, არჩევნების გადატანა შემოდგომით და საარჩევნო ცენტრალური საარჩევნო კომისიის ფორმირების წესი. აი ეს შეთანხმება. აქ ერთი ის მინდა და პარტიების ბატონო ახლა თქვენ რომ დათანხმდა ხელისუფლება, როდესაც მეუბნებით, ეხლა დღევანდელი გადმოსახედიდან წარმოგიდგენიათ კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა, ესე იგი კონსტიტუციური უმრავლესობა როგორ გადათანხმდა. აი ესეც ხაზი გაუსვათ, რომ როგორც უნდათ ისე აკეთებდნენ მაშინ, ესე იგი დათანხმდა გადაწყვეტა მაშინ ვითარება იყო ასეთი. მაშინდელი უზენაესი საბჭო, ესე იგი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უზენაესი საბჭო. ის ხო მუდმივ მოქმედი არ იყო, მუდმივად არ მუშაობდა. ის იკრიბებოდა, როცა მოიწევდნენ. და იწევდნენ ხოლმე რაღაცა კანონში ცვლილების შესატანად. წარმოადგენდა ხელისუფლება, ნუ არ ვიცი რა, მთავრობა, კომუნისტური პარტია პროექტს. ვიღაცა დანიშნული გამომსვლელები გამოვიდოდნენ სესიაზე, იტყოდნენ რა კარგია, ტაშს დაუკრავდნენ. მანდატებს აწევდნენ. გამოცხადდებოდა კენჭისხრა, ყველა მომხრე, არც ერთი წინააღმდეგი, არც ერთი თავშეკავებული. ეგრე იყო. აი ამ უზენაეს საბჭოს უნდა შეეტანა ცვლილება კონსტიტუციაში და ცვლილება და საარჩევნო კანონში. ანუ პრაქტიკულად პირველი მდივანია ბიურო, რასაც ეთქოდნენ ის გაკეთდებოდა, რაც შეგიტანხმდა. ერთი ასპექტი იყო კიდევ ვახტანგ. აი გავიხსენოთ პირველ რიგში შენ და რეზო და კიდე სხვაებიც, მაგრამ იმ წელიწადში ორჯერ რო იკრიბებოდა უმაღლესი საბჭო, კანონი ვისაც უნდა მიეღო. ის ერთი მხრივ იყო ხელისუფლების ასეთი ხელისამწევი, მაგრამ ამ პერიოდისთვის 90 წლის ბოლო, 90-ის დასაწყისი, 90-ის შუახანები კიდე სხვა პროცესები მართალი ხარ, უნდა ითქვას ეს. იმ უზენაეს საბჭოში მაგალითად ქალბატონ ლანა ღოღობერიძე უკვე ხმალამოღებული იბრძოდა აი ამ ცვლილებებისთვის. ისე როგორც ბევრი სხვა ელდარ შენგელაია და ელდარ შენგელაია და დათო შეგახსენებთ, გახსოვს კობა დავითაშვილი, რომელიც იყო იურიდიული ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტი, მოვიდა ჩვენთან და გვითხრა. მამამისი იყო ელმავლის მემანქანე. და აი ესე კოტირებით იყო აბუზენაის საბჭოს დეპუტატი. მამამ მთხოვა თქვენთან მოვსულიყავიო და მეთქვაო, რომ მან არ იცის რა გააკეთოს, მაგრამ უთხარით როგორ რა გააკეთოს და ყველაფერს გააკეთებსო. აი ასეთი განწყობა იყო უკვე იქ. თორდიგე ხმა არის მიშე. ბოდიში ძალიან საინტერესო დეტალი გაიხსენეთ ახლა რა, საინტერესოა. ამ კობასთან დაკავშირებით. დათო კიდე გინდა რამეს დამატება? არაფერი არა, მეც კობას მაგალითს მინდოდა მომიყვანა, იმიტომ რომ მამადიწყა მერე აი ესეთი საბჭოს წევრები მუშათა კლასიდან მოწინავე, ავიცი, ხმაშო, ვიცით როგორ კომპლექტდებოდა. კობას მამამ 20-ით 25 ხმა შეაგროვა, რომლებიც უკვე ჯგუფურად ამბობდნენ, რომ აი ეს ხალხი რასაც ითხოვს, იმას დაუჭერთ ხარს. ანუ ეს არ იყო არც ერთი პოლიტიკური პარტიის დათო პრობლემა მე ერთი რამე გამოვიჩა ზეგან
წეგან რომ გავიხსენი ეს ეპიზოდი. თოს გავამეორებინოთ დათო შენი ხმა აღარ ისმოდა დაწყვეტ ისმოდა. ის უნდა გაიგე რა თქვა. ხო კი ბატონო, კი ბატონო. ერთი მხრივ ეს ინტელიგენცია მაშინდელი და დიდი ნაწილი მისი უკვე იგივე და მეორე მხრივ კობას მამას ჰყავდა 20-მდე თანამოაზრე კლასიდან ეგრეთ წოდებული მაშინ ასე ერქვა რომლებიც ჯგუფურად აფიქსირებდნენ ამ ცვლილებების მხარდაჭერას. ეს არ იყო არც ერთი პოლიტიკური პარტიის აქტივი თუ ვინმეს მიერ ნამუშევარი, უკვე საზოგადოებაში ამ ტიპის პროცესები მიდიოდა და ხელისუფლება იძულებული იყო გაეთვალისწინებინა ეს ამბები ყველაფერთან ერთად. ამიტომ გახდა შესაძლებელი ის ცვლილებები. მაგალითად, აქვე ვიტყვი ვახტანგი ახლა დეტალურად გვეტყვის, მაგრამ იმ საარჩევნო კანონში CSKO-ს ფორმირების რა წესიც მაშინ შეიქმნა 90-ის შემოდგომაზე არჩევნები რაც CSKO-მაც ჩაატარა. მსგავსი მოდელით არც ერთ სხვა, არც პოსტსაბჭოთა კავშირის ყოფილ ქვეყნებში და არც საბჭო ვარშავის ბლოკის თუ რა ვიცი ჯარჯანდაბეებთან კომუნისტური ბლოკის ქვეყნებში არსად მსგავსი რამ არ მომხდარა ეს ვერ სპეციალურად გამოვიკვლიე მე. ანუ ამ დონეზე უცებ გადემოკრატიულება დავარქვათ ეს სიტყვა, თორსა CSKO-ში ყველა მონაწილე პარტიის თითო წარმომადგენელი იყო წარმოდგენილი. არსად არ მომხდარა. ანუ ამ ქვეყანაში რაღაცა სხვა ძალებმა იფეთქა და გააქტიურდა აშკარად. დათო და ბალტიისპირეთში? არსად დათო. არსად. ჩვენთან ხო რა პრობლემა იყო? დომინანტი რჩებოდა ხელისუფლება. ჯერ კიდევ არალეგალურ დგომა უარს ამბობდნენ საბჭოთა ორგანოებში ვის მიერ მათ ლეგალიზაციაზე. ეს იყო ძალიან სერიოზული პრობლემა და აი ჩვენ მოვიფიქრეთ მოდელი როგორ გაგვეკეთებინა. ეს მოდელი იყო ესეთი. ეხლა ზუსტად არ მახსოვს გონი 3 თუ 5 წელს ნიშნავდა უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმი. და შემდგომ ყველა პარტია რომელიც წარადგენდა არჩევნებში მონაწილეობის განცხადებას ნიშნავდა კომისიის ერთ წევრს. და ავტომატურად ეს დანიშნული პირი ხდებოდა CSKO-ს წევრი. აი ასე გაიზარდა და ამ შემადგენლობა ასე ცენტრალური საარჩევნო კომისია და ცხადია რომ ამ კომისიაში უმრავლესობა აი ეს იყო ორიგინალური მე მსგავსი რა არსად ვინახა და კიდევ ის იყო ვახტანგ მან რომ პარტიებმა იურიდიული პირის სტატუსი მოიტანო რეგისტრაცია ლეგალიზაცია მოიპოვეს სწორედ CSKO-s მიერ საარჩევნო რეგისტრაციის საფუძველზე ამ ქაღალდით. იმიტომ რომ პარტიების ერთი ნაწილი ამბობდა რომ ჩვენ არ წავალთ საბჭოთა ხელისუფლების არც იუსტიციის სამინისტროში არც შინაგან საქმეებში და არსად. და აი ეს CSKO და იმ კანონში ჩაიდო ეს მოდელი რომ CSKO-ში მიტანილი ქაღალდები ნიშნავდა იურიდიულ პირობას, რაც ნიშნავდა პოლიტიკურ სამართლებრივ ლეგალიზაციას ყველა თავისი შედეგით. ამან გახადა შესაძლებელი იმ არჩევნებში მაქსიმალურად ყველა პარტიის მონაწილეობის, თუმცა კიდე იქ რაღაცა ნაწილი დარჩა სხვა აზრზე. ეს რამეს დავამატე. რამდენიმე პარტია, ვინც უარი თქვა, მაინც ამაზეც კი თუმცა ყველაზე მეტი გავლენიანი და ყველაზე მეტი მხარდამჭერის მქონე ვინც იყო, ეს იყო ზვიად გამსახურდიას გარშემო არსებული პარტიები, ისინი დათანხმდნენ ამას და აი ასეთნაირად დადგა უკვე საკითხი, შეცვლილი იყო ის საარჩევნო კანონი, უზენაესი საბჭოს არჩევნების კანონი, შეცვლილი იყო და მორგებული იყო უკვე აი ამ ახალ ვითარებას. და მთელი ზაფხული, გაზაფხული და ზაფხული ამ 90 წლისა მიდიოდა მუშაობა ამ კანონ პროექტზე. საწყისი ამოსავალი პრინციპი იყო ასეთი. კომუნისტებმა დაწერეს პროექტი, რომელშიც საბჭო იყო გონი 250 თუ 350 კაციანი, ახლა ზუსტად არ მახსოვს. არჩევნები იყოს თლიანად მაჟორიტარული. ჩვენ წარვადგინეთ პროექტი, რომელშიც ბევრად ნაკლები იყო
201 იყო, ასე ვთქვათ, უზენაეს საბჭოს წევრთა რაოდენობა და იყო მთლიანად პროპორციული, ჩვენ ასე ვითხოვდით, არც ერთმა მხარემ ვერც ერთი მხარე ვერ შეთანხმდა ერთ-ერთის არჩევაზე და ბოლოს მივიღეთ ესეთი კომპრომისული გადაწყვეტილება, რომ ნაწილი არჩეული იყო პროპორციული წესით და ნაწილი მაჟორიტარული წესით. სამწუხაროდ მინდა გითხრათ, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებული 90 წლის ზაფხულში ჩვენ მოყვა 2024 წლამდე. დაუკვირდით რამდენი წელი? 34 წელი. აი ამ კომპრომისულ დოკუმენტს ვერანაირად ვერ მოახერხეთ ამ წესის შეცვლა. ის პარტიებიც კი, რომლებიც ოპოზიციაში ყოფნისას ითხოვდნენ პროპორციულ სისტემაზე გადასვლას, როგორც კი მოიპოვებდნენ ხელისუფლებას, რომ ვინც მოიპოვებდა ხელისუფლებას, ის ამის შემდეგ კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას. რატომ? მარტივი პასუხი, იმიტომ რომ მაჟორიტარული სისტემა მმართველ ხელისუფლების მქონე პარტიას აძლევს შესაძლებლობას, ცხადია, კანონის დარღვევით, მაგრამ მოიპოვოს სერიოზული ნამატი თავის მიერ მიღებულ ხმებზე. აი ასეთნაირად ჩვენ დათოს კომენტარიც მოიტანეს. ამას თული მიზეზად, რომ აი ეს ოპოზიციური პარტიები რო ხელისუფლებდა, თქვათ მაჟორიტარებს იცავენ ხმალა მოგებული, თუ კიდე რაღაცა სხვა ელემენტიც არსებობს მაგ. ძირითადი მიზეზი ჩემი აზრით ეს არის. და კიდევ რა არის, იცით, მათ ხო მაჟორიტარული სისტემის დროს ხო როგორი პრინციპი მოქმედებს. ვისაც ყველაზე მეტი ძალა აქვს, ის იმარჯვებს. გინდაც ეს ძალა არ იყოს ხარდაჭერილი ნახევარზე მეტის მიერ. ანუ ხარდობითი უმრავლესობა აქვს. ძალა და დიდი შანსი, თქვათ, გაიგოს. და მაჟორიტარულ სისტემაში, როდესაც რამდენიმე ფაქტორის ერთობლიობა ხო, სხვადასხვა ფაქტორია, მაგრამ ფიზიკური პირებია და ხელისუფლება ძირითადად როგორ მოქმედებდა, აყენებდა ისეთ ადამიანს მაჟორიტარ კანდიდატად, რომელიც მატერიალურად და რომელსაც ჰქონდა საშუალება თავად დაეფინანსებინა უკვე არაკანონის შესაბამისად, დაეფინანსებინა საკუთარი საარჩევნო კამპანია. იქ მოსყიდვებით და რაღაცების შეპირებებით და ასე შემდეგ. მაგრამ მხოლოდ ეს არა, ბევრი ფაქტორი იყო. ბევრი ფაქტორია, რომელიც მაჟორიტარული სისტემის არსებობის შემთხვევაში არსებულ ხელისუფლებას აძლევს ფორას სხვა პარტიების მიმართ. აი ასე მივიდით. მაჟორიტარების თემა შეიძლება ცალკე ჩაღმავებას იმსახურებს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რამის ინდიკატორია სინამდვილეში ჩვენი სახელმწიფო პოლიტიკური ცხოვრების სიმახინჯეების თვალსაზრისით, იმიტომ რომ მაგალითად სუპერცენტრალიზებული მმართველობის სისტემის პირობებში ეს მაჟორიტარი ხელისუფლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ბერკეტი და ერთეულია ქვეყნის მართვის პროცესში ერთი და მეორე სრულ მორჩილებაში მყოფი ადგილობრივი ხელისუფლება მეორე მხრივ შესანიშნავი ინსტრუმენტია მისთვის სასურველი მაჟორიტარის ისევ გასადეპუტატებლად. ბიზნესთან ურთიერთობის სიმახინჯეები, მაჟორიტარი დეპუტატის მეშვეობით ადგილობრივი ბიზნესზე კონტროლი, რომელიც მომავალში არა მარტო სახელისუფლებო კანდიდატის ხარდაჭერას უზრუნველყოფს, არამედ ოპონენტი კანდიდატების ასე ვთქვათ ფინანსური შესაძლებლობების მინიმუმამდე დაყვანის ამბავია. მერე წელს სტალინის სხვა კონტექსტში ვახსენებთ, რომელიც თურმე აყოფილა იმაზე პლაკატზე, მაგრამ როგორც იტყვიან, აქედან ხო ჯერ არ არის წაშლილი ზოგადად ბელადომანია და ასე შემდეგ. ამიტომ მოსახლეობაში ეს ფენომენი, რომ ვიღაცა კონკრეტული ჩემი კაცი მყავს სადღაც, ვითომ ის კაცი მასზე ზრუნავს. აგერ მაჟორიტარები ახლა რო გააუქმეს,
მე de facto აღადგინეს და რაღაცა დაარქვეს ახლა დელეგატი თუ რაღაცა. ახლა კონკრეტული ოლქი აღარ ირჩევს, მაგრამ მართველი პარტია მაინც იქ მიავლინა კონკრეტული ტიპები, რომ ის ფუნქციები შეასრულოს, რასაც მაჟორიტარი ასრულებდა. ნუ რაიკომის დივნის ის შემოიღო ფაქტობრივად. ხო, ფაქტობრივად თანამდებობა რაიკომის გარეშე. ეს ერთი კითხვა. გუბერნატორი შევარდნაძის დროს შემოიღეს? რეგიონული მმართველი კი, იმიტომ მანამდე პრეფექტები ყავდა იმას რა. ზვიადის დროს იყო ლაპარაკი რეგიონულ დონეზე რამის გაკეთების, მაგრამ ეგ ვერ მოესწრო. გავიხსენოთ, რომ ზვიადის დროს 91-ის მარტში ადგილობრივი არჩევნები ჩატარდა თავის პრეფექტების არჩევნებიც და სექტემბრიდან უკვე ის უბედურებები დაიწყო, რაც დაიწყო. ანუ იმ მოკლე პერიოდში რეგიონულ დონეზე ვეღარაფერი მოესწრო და მე შევარდნაძის დროს სახელმწიფო რწმუნებულები შემოვიდა. ძალიან საინტერესოა ეს კიდე ცალკე თემაა, მაგრამ ეხლა ჩვენ ძირითად თემას დაუბრუნდეთ, ბატონო ახთან. ესე იგი ეს არის ზაფხულში მოხერხდა ამ კანონის გაფორმება. კი, ამისათვის ხოდაჭოლის გეტყვით იმას, რომ ამ კანონის მისაღებად ზვიად ძიძიგური, რომელიც მაშინ იყო მრგვალი მაგიდის ერთ-ერთი პარტიის წევრი, ცხოვრობდა სამტრედიაში, იყო სამტრედიელი, დაჯდა რკინიგზაზე. პირდაპირ მნიშვნელობით და გადაკეტა რკინიგზის ხაზი. რუსეთი როგორ გადაუკეტეთ, ხო ის? მახსოვს კი ის სხვა თემაა კიდე. ოკეი. და მახსოვს ისეთ საინტერესო რა გივი გუმბარიძის კაბინეტში არის შეხვედრა, რომელიც მიყავს გივი გუმბარიძეს, ის იყო ცეკას პირველი მდივანი და უზენაეს საბჭოს თავმჯდომარე. იქვე არის მთავრობის თავმჯდომარე ჭითანავა, იყო კიდე რამდენიმე კაცი. გუმბარიძემ შეითავსა უზენაეს საბჭოს თავმჯდომარეობა, ადრე ხო გაყოფილი იყო. კი, ეს იყო 9 აპრილის მერე. გასაგებია. 9 აპრილის მერე, როდესაც ცეკას პირველი მდივანი შეიცვალა და გახდა გუმბარიძე და იმავდროულად ის აირჩიეს უზენაეს საბჭოს თავმჯდომარედ. ნუ აირჩიეს მეუბნებო წყალებში. ხო. და მეორე მხრივ არიან წარმომადგენლები მრგვალი მაგიდისა და აი ჩვენ ასე ვთქვათ არჩევნების საარჩევნო კანონის ასე ვთქვათ დამწერების შემქმნელები. და იქ მოხდა ეგეთი რამე, ეს ზვია ძიძიგური ზის რკინიგზის ლიანდაგზე. და გუმბარიძე ეუბნება ზვიაც, რომ ერთი თხოვნა მაქვს, ჩვენ ხო ხედავთო რომ ცდილობთო ისე მივაქციოთო შეთანხმებასო, ბევრ რამეზე დაგთანხმდითო, ჯერაო რომ ეს შეთანხმება მიღწეული იქნებაო, მაგრამ აიო ის რო ზისო იქ ლიანდაგზეო და მატარებლები რომ ვეღარ მოძრაობს, ეს ხელს უშლის ეკონომიკასო, ბევრ რამესო, ბევრ პრობლემას ქმნისო და ეს გამსახურდია რომ ადგილობრივი ლიანდაგიდანო გამსახურდიას ეუბნება, ზვიად გამსახურდიას ეუბნება და გამსახურდიას პასუხი. აი ეს კარგად მოხს, ეს ხელები გაშალა. რა ვქნა ბატონო, უთხარი, მაგრამ არ დგებაო და ძალიან ხომ ვერ ავაყენებო. აი ეგრე იყო და მოკლედ ეს კანონი მივიღეთ. აი ეხლა ის მე მგონი თორნიკემ დასვა კითხვა ესე როგორ იღებდნენო ამ იმებს, ამ ცვლილებებს ეს უზენაეს საბჭოში. აი ეს კონსტიტუციაში მარტში რო შევიდა ცვლილებები კონსტიტუციაში, როდესაც ერთპარტიულობა გაუქმდა და მანამდე იყო კიდე დადგენილება, როდესაც უზენაესმა საბჭომ თქვა, რომ 21 წლის თებერვალში საბჭოთა რუსეთმა მოახდინა ინტერვენცია, შეიარაღებული ინტერვენცია საქართველოში, მისი ოკუპაცია და ფაქტობრივი ანექსია და კიდე კარგი ნორმები იყო იქა ამ სხდომებზე. ჩვენ რამდენიმე კაცი ვხედავთ იგზევით იარუსზე უზენაეს საბჭოს შენობაში ვუყურებთ ამას და არ არის კვორუმი და ვერ აყენებენ კენჭისყრაზე საკითხს. არა და გამომსვლელები ვინც გამოდია და მხარს უჭერენ აი ამ ცვლილებების პროექტს, ისახე და საქმელი აღარ არის, არაფერი აქვს, მაგრამ კვორუმი არ არის და
როგორც მე გავიგე, გუმბარიძეს მიუტანეს ინფორმაცია, რომ შემოვიდნენ შენობაში აჭარელი დეპუტატები, აჭარიდან არჩეული დეპუტატები. ესე იგი, სულმალი დარბაზში შემოვიდნენ. და გუმბარიძემ გამოაცხადა კენჭისყრა. ამ მოამზადოთ კენჭისყრისთვის და ვინ არის მომხრე, რომ მივიღოთო და ყველა აწია ხელი დარბაზში, იღება კარი, შემოდიან აჭარელი დეპუტატები, დაინახეს ყველა დგას ხელაწეული, აწიეს ხელები და ესე წავიდნენ თავისი ადგილების დასაყრდენად. აი ასე ხდებოდა მაშინ საბჭოთა უზენაეს საბჭოში გადაწყვეტილებების მიღება. აი ასე მივედი დათო თქვი რა. ის დრო გვაქვს? კი. არ მე შეგნებულად არ ვახსენე ეს არ გადავედი. ის არის, მე არ ვიცი სხვა გადაცემებში ამისთვის მოვიცვლით თუ არა, ამიტომ მე მგონი ეს უნდა ითქვას, იმიტომ რომ ერთი მხრივ ეს აჩვენებს მაშინდელი ხელისუფლების დაძაბუნების ხარისხს და მეორე მხრივ აი ამ ვახტანგმა რამდენჯერმე აღნიშნეს არჩევნების მომხრე თუ მოწინააღმდეგე და ზოგადად ამ გზის მომხრე, ეს მარტო არჩევნებს არ უკავშირდებოდა. ეს იმასაც ნიშნავდა, რომ იმ კომუნისტური ხელისუფლების პირობებში და მათი ხელით რაღაცეები გაკეთებულიყო და გასწორებულიყო და მომავლისთვის რაღაცეები მომზადებულიყო. და იმ კომუნისტურმა უმაღლესმა საბჭომ, სანამ შეიცვლებოდა ხელისუფლება, მან კონსტიტუციაში ჩაწერა ასეთი რამ, რომ თუ საბჭოთა კონსტიტუციაში მოსკოვში ამოიღებენ კონსტიტუციიდან იმ მუხლს, რომელშიც წერია, რომ მოკავშირე რესპუბლიკებს აქვს საბჭოთა კავშირიდან თავისუფალი გასვლის უფლება, საქართველო ამ მომენტიდან გასულად ითვლება საბჭოთა კავშირიდან. ეხლა ეს იყო შემოვლითი გზა იმ ამბავზე, რაც მაშინ საბჭოთა კავშირში ხდებოდა, რომ ეს უფლება უნდა გაუუქმოთო რესპუბლიკებს, ქვეყნებს. ნუ ნაწილი მაშინდელი წესი უნდა დავადგინოთ გასვლისო. წესი და ეს წესი როდესაც დაწერეს, პროექტი რო დაწერეს, იმას დაარქვეს თელ საბჭოთა კავშირში, საბჭოთა კავშირიდან გაუსვლელობის შესახებ კანონი. კი ბატონო. და ახლა უყურეთ, აქ იყო ასეთი მიდგომები, რომ ნუ იმათ გინდა გააუქმო, გინდა ჩაწერონ, რაც გინდა ისგან ჩვენ ვიბრძვით დამოუკიდებლობისთვის. ეს იყო ერთი მიმართულება და რატო უნდა ველაპარაკოთ ამიტომ ჩვენ კომუნისტურ ხელისუფლებას. იყო მეორე მიმართულება, რომ ამ მოსკოვთან ჭიდილში და ამ პროცესში ამ ხელისუფლებისგან რაც შესაძლებელია გამოვადნოთ. და მერე იქნა მოფიქრებული ეს ასეთი ფორმულირება, რომ საქართველოს გავიდა საბჭოთა კავშირიდან კი არა, იმ მომენტში ამ კომუნისტები არ უწევდნენ ხელს. არამედ თუ ისინი იმ უფლებას გააუქმებენ, იმ მომენტიდან, ანუ აღარ არის საჭირო აქ რამე სხვა გადაწყვეტილება, კონსტიტუციაში უკვე წერია, რომ იმ მომენტიდან აღარ სჭირდება მაგას. და ამას ბლისკურკა იმიტომ დაერქვა, როგორც ბლისკურკა ხელში რო გიჭირავს, თუ ძალიან არ დააწვევი, გიჭირავს, მაგრამ აი თუ დააწვევი, ის გახტება იქედან და ნახვამდის. ანუ ასეთი რაღაცა პროცესებიც მიდიოდა და ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო, იმიტომ რომ მე წაღან ვინც ვახსენე იქ უმაღლეს საბჭოში, ვინც ნელ-ნელა გადმოდიოდა სხვა მიმართულებებზე და ცვლილებების მომხრე იყო. ამ საშუალებებით გადმოდიოდა, იმიტომ რომ ისინი გახდნენ თანამონაწილეები ეროვნული საქმის კეთების, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრ რამეს ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის და მათი ლიდერების ისინი არ იზიარებდნენ. ესეც მნიშვნელოვანი იყო ჯამში საზოგადოებრივი პროცესებისთვის. მადლობა. კი, და თორნიკა ერთ რამეს დავამატებ. კი, ერთ რამეს დავამატებ. და აი ეს რაც ახლა დათომ თქვა 91 წლის 9 აპრილს, როდესაც უზენაესმა საბჭომ გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა. ამას ხმად მისცა ყველა წევრმა, უზენაეს საბჭოს ყველა წევრმა. მათ შორის კომუნისტები. შორის კომუნისტებმაც, რომლებიც იყვნენ უზენაეს საბჭოში. შეიძლება არ ეთანხმებოდნენ მაგას, მაგრამ აი ასე მივედით არჩევნებამდე. ასე მივედით არჩევნებამდე და მე მაშინ მონაწილეობდი არჩევნებში. და დათო იყო ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი იმ დროს. ამიტომ თვითონ 90 წლის არჩევნებს, ასე ვთქვათ, მე გარედან ვუყურებდი, გარდამონაწილეობდი იმ არჩევნებში, დათოს შეეძლო შიგნიდან
დათო შიგნიდან ხედავდა რა როგორ ხდებოდა, როგორ იღებდა გადაწყვეტილებებს ცენტრალური საარჩევნო კომისია, იყო თუ არა კონფლიქტები ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში და როგორი შედეგი დადგა. ამაზე ჩემზე უკეთ სანამ დაიწყოს ბატონო ეხლა ახსენეთ რომ თქვენ მონაწილეობდით არჩევნებში როგორც დეპუტატობის კანდიდატი, ხო? იგვიანებს ეთქობა ხმა არ მიდის. კარგად, რაღაცა ინტერნეტის პრობლემაა და მე მინდა კითხო შედეგები როგორი დადგა, ესე იგი ან დათოს შეუძლია თვითონ მოყვეს ეს ამბავი. ესე იგი როგორ გაფორმდა მე უზენაესაჭო რა შემადგენლობით რა. დათო არჩევნების მერე? აი არჩევნების დროს როგორც დეპუტატობის კანდიდატი მონაწილეობდით და ესე იგი საიდან ირჩევ როგორც რაღაცა პარტიის ნაწილი როგორც ეროვნული მოძრაობის წევრების ნაწილი თუ როგორ იყო განაწილებული ლანდშაფტი აი ვინც მივიდა არჩევნებზე რა მან პირველ რიგში ძირითადი მოთამაშეების ამბავია გასარკვევი კი არა გასახსენებელი იმიტომ რომ ის არჩევნები იყო მრავალპარტიული და დაშვებული იყო ბლოკები ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი იყო ასევე რომ საარჩევნო ბლოკები იყო დაშვებული და მაშინ საარჩევნო რეგისტრაცია გაიარა ერთმა კომუნისტურმა პარტიამ და კიდე 24-მა თუ 25-მა სხვა პოლიტიკურმა სუბიექტმა და მე ის 24 დაჯგუფდა ბევრი სხვადასხვა ბლოკებში ну ახლა წამყვანი ბლოკები იყო მრგვალი მაგიდა სადაც ვიარ გამსახურდია და მისი მომხრე პარტიები იყვნენ ილია ჭავჭავაძე, ილია მართალი და სხვები ქარტია მერე იყო მაგრამ ტრადიციონალისტები იყო ბლოკი თავისუფლება სადაც მე და ვახტანგი ვიყავით ერთად იმ ბლოკის შემადგენლობაში მაშინ დასიდან იყო დემოკრატიული საქართველოს სადაც რესპუბლიკური პარტია და სხვები იყვნენ მე მგონი დათო ჯაფარიძე იქეთ დემ საქართველოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის საზოგადოებიდან 4-5 პოლიტიკური ილია ჭავჭავაძის საზოგადოება თავისუფალ დემოკრატთა პარტია ესენი იყვნენ ერთად კი ბატონო ბლოკ თავისუფლებაში იყო ის რა ქვია მწვანეთა პარტია სხვა შორის ვახტანგის პლაკატი უნდა გაჩუქო მე მგონი შენთან უნდა ეკიდოს ის არა ჩემთან აი პირველი იმ ბლოკის პლაკატი მოკლედ პოლიტიკური შედეგი იმ არჩევნების იყო ის რომ ორმა პარტიამ გადალახა ბარიერი რასაც ქვია ეს იყო მრგვალი მაგიდა და კომუნისტური პარტია შედეგი იყო ის რომ მრგვალმა მაგიდამ ახლა რომ მას პირწმინდად მოიგო იტყვიან ხოლმე არჩევნებზე პირწმინდად მოიგო ის არჩევნები იმიტომ მაჟორიტარებით უამრავი გაიყვანა და პარტიული შედეგითაც საუკეთესო იყო გაგატყვი ესე იგი არასწორად მახსოვდა ესე იგი მრგვალი მაგიდის გარდა ოპოზიციის თავისუფლება რომელიც ჩამოთვალე ესენი ვერ გავიდნენ დეპუტატები ვერ გავიდნენ პარტიულად ვერ გავიდნენ მაჟორიტარებში გაიმარჯვა რამდენიმე დეპუტატმა იქეთ მინდან რა ქვია რომან გოცილიძე იყო ხო მაშინ უკვე მან ნოდარ ნათაძე იყო დათო ბერძენიშვილი თამას დიასამიძე რამდენიმე ადამიანი იყო მაგრამ ესენი იყვნენ ყველა მაჟორიტარი კაკო ბობოხიძე მე მგონი მაშინ უკვე მაჟორიტარი იყო ახლა ეს დეტალი ვერ მახსოვს მაგრამ და პარტიულად ორი პარტია შევიდა ანუ ბლოკი მრგვალი მაგიდის და აქეთ კომუნისტური პარტია მაგრამ მე როგორც გახსოვთ კომუნისტური პარტიის წარმომადგენლობა პარლამენტიდან გაირიცხა მე ეს უკვე 91 წლის გაზაფხულზე უკვე რეფერენდუმის და დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგი პერიოდია ну ხო შემდგომი არეულობების ტრაგედიების ჯაჭვში რაღაცა ტიპის ერთი მოვლენა ესეც იყო კიდე ცალკე სასაუბრო თემა. რაც შეეხება თვითონ CSKA-ს ახლა რამდენი დრო გვაქვს ბატონ თორნიკე ჩვენ იმიტომ რომ აი ეს მოვამთავროთ შედეგი დავაყენოთ ამ არჩევნების და ერთი რაღაცა უნდა დავამატო და უკაცრავად სურათი სრული არ ექნება თუ კონგრესზე და კონგრესის მიერ ბოიკოტის გამოცხადებაზე არ ვისაუბრებთ. ხო, წეგან გაკვირთ ვახსენეთ რომ ზოგი არ დაეთახვა ამ კანონს, მას შემდეგაც კი როცა ეს ამდენი ცვლილებები შევიდა და კონგრესის არჩევნები ჩატარდა პარალელურად. ეს იყო ჯაბაიოს ელიანის
ჯგუფი EDP იქ იყო, ხო? იაჭანტურია. რესპუბლიკური პარტია სხვა შორის იყო ერთადერთი პარტია, რომელმაც ორივეგან მიიღო მონაწილეობა. აი ამ აქეთა ოფიციალურ არჩევნებშიც და ეროვნული კონგრესის არჩევნებშიც. აგერვარ ბატონო კონგრესის წევრი ერთ-ერთი ეს კონგრესის სიგნალი და ძალიან ვიყენებ ამერიკაში, იმიტომ რომ მეუბნები რომ კონგრესის წევრი ვიყავით და ხელი ეროვნული კონგრესის წევრი და ძალიან უბრალოდ ვიყურებენ ხოლმე. ო, სამწუხაროდ მაგ ამბავმა მე თავი კიდე ვიჩინა, ხო, ეს ანტიკომუნისტური ძალების კონსოლიდაცია ის ფუნქცია მაგ არჩევნებმა 90-ის შემოდგომის სამწუხაროდ ვერ შეასრულა და მე ხმევრი ამბები იყო. მაგრამ თვითონ CSKO-ს რაც შეეხება ორი სიტყვით ვიტყვი, მას ვერ მაინტერესებდა თვითონ საარჩევნო კომისიამ როგორ იმუშავა და რა სტრუქტურა ჰქონდა, აი მოკლედ რომ გითხრა მაგას. მას შემდეგ დღემდე CSKO-ების ან ავიცი ახლოს ყოფილვარ ან მონაწილე აქედან იქედან მაგრამ შემიძლია თქვა და ეს არ არის არც ნოსტალგია არც რაღაც არ ვიცი მეტი გაბუქება და ამ შემდეგ ეს იყო ჩემი ღრმა რწმენით პირველი მერცხალი სახელმწიფო ძალაუფლებასთან ახლოს მყოფი კოლექტიური ორგანოსი, ინსტიტუტს ძნელად დავარქმევთ, მაგრამ ინსტიტუტის ჩანასახი, რასაც ქვია, სადაც შექმნის წესიდან დაწყებული, ცხოვრების წესით გაგრძელებული, იყო იმის საწყისები, რაც მერე მთელ ქვეყანაში უნდა მომხდარიყო. ანუ როგორ უნდა იყოს წარმომადგენლობითობა უზრუნველყოფილი, კანონის და წესის და პროცედურების დაცვა უზრუნველყოფილი, მერე საკილიკოდ გახდა რომ პროცედურულ დემოკრატიას იცავენ ვიღაცებიო სახელმწიფოს ვაშინებთ რადოს პროცედურები და რაღაცებიო. არა და იქ იყო ამისი რაღაცა არა განათლებითი და ცოდნითი, არამედ გამოცდილებითი თუ რაღაც ინტუიციური მიხვედრა იმისა, რომ ხო პროცედურები და ემპირიული კი ბატონო, წესები უნდა დავიცვათ იმისთვის, რომ მერე რაღაცეები სწორად და კარგად გამოვიდეს. და ამან შეგვაძლებინა რომ ეს 25 განსხვავებული პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები თან მით უმეტესო უდიდეს უმრავლესობას საარჩევნო საკითხებთან, კანონთან არანაირი შეხება არ ქონია. სულ ახალი ამბავი იყო ეს და ასე შემდეგ. მაგრამ მუშაობა იყო აი მართლა პირველ რიგში საერთო ამოცანისთვის, რომ სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს და მერე ჩემმა პოლიტიკურმა ძალამ რა შეიძლება მიიღოს, როგორ მიიღოს და ასე შემდეგ. ეს სულისკვეთება იყო ძალიან მყარად. ნუ ცხადი ამას ხელი შეუწყო იმან რომ კომუნისტური ხელისუფლებო წარმომადგენელი იყო სულ 3 ადამიანი და 24-25 ვიყავით ოპოზიციური პარტიების თითო წარმომადგენელი სტრუქტურაში თავმჯდომარე იყო ირაკლი ჟორდანია რომელიც ხელისუფლებამ დანიშნა მაგრამ მოადგილე იყო თენგიზ სიგუა დივანი იყო ლევან მესხი აქაც ეს შეთანხმება მოხდა ასეთი იმიტომ რომ სიგუამ რვალი მაგიდის ფრთას წარმოადგენდა და მათგან იყო ნომინირებული ლევან მესხი სახალხო ფრონტს და იმ ძალებს რომლებიც მასთან იყვნენ რაღაც როგორც ორი სერიოზული ოპოზიციური პოლიტიკური ძალა. ანუ საარჩევნო კომისია ფაქტურად ასახავდა პოლიტიკურ სპექტრს, თლიანად კი და ერთ რამეს დავამატებ კიდე რომ იქ იყო მოთხოვნა რომ აი კომპარტიას დიდი შესაძლებლობები აქვს თქვა რაიონებში თავის ხალხის ყავს ტრანსპორტი აქვს და ასე შემდეგთან. და ჩვენს გვჭირდება ისე და მაშინ კომისიის გადაწყვეტილებით გამოეყო ყველა იმას რა ქვია სუბიექტს მიეც საშუალება რომ შეეძინა სუბუქი ავტომანქანა რომელსაც შეეძლოთ რაიონებში შეეძლოთ და კიდე გამოეყოთ მათ თითოეულს 2-დან 3 ტონამდე ბენზინი თვეში. ერთ იმას გავიხსენებ კიდევ ოთახში სადაც პირველი სხდომები იმართებოდა წინათ CSKO-ში იქ ჯერ კიდე ლენინის სურათი ეკიდათ მაშინ ახლა იუსტიციის სამინისტრო იყო იმ შენობაში პროკავშირების შენობა იყო მაშინ ეგ წინათ CSKO-სო მაგრამ რელევანტურია ამ თემის ზინაიდა კვაჭაძე იყო მაშინ კომისიის დივანი და იმის რაღაც სათათბირო ოთახში იმართებოდა კომისიის სხდომები და იქ სახალხო ფრონტის წარმომადგენელმა ცხონებულმა ვაჟა იმნაიშვილმა დასვა საკითხი ასე რომ ან ეგ ლენინის სურათი ჩამოიღეთ ახლა მაინდანო ან ჩემი ლიდერის ნოდარ ნათაძისას დაკიდეთ მანდო იმიტომ რომ უკვე ჩვენ დავაპარტიულობისკენ მივდივართო ჯორდანიამ შეწყვიტა სხდომა რაღაცა ესე იგი 24 საათი ითათბირეს და მერე შემოთვალეს რომ ჯანდაბას თქვენ თავი ახლა მან ნათაძის მ ჩამოვაკიდნებთ ეს ლენინის სურათი გაიტანეთ ოღონდ ჩვენ უნდა ვესწრებით მაგ ამბავს თქვენ ჩაიდინეთ ეგ
და მე ვაჟამ ჩამოხსნა ის სურათი, ესაც წაიღო სხვა დროს მოვყავი. ხო და ეს დამოკიდებულება იყო, ეს ერთი და ძალიან მნიშვნელოვანი. მეორე კამპანია იყო ძალიან აქტიური. აქტიურში გულისხმობ კანდიდატები, პარტიები, მოსახლეობასთან ურთიერთობა, შეხვედრები და ასე შემდეგ. მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ CSKO გადაწყვეტილებს ვიხოთ იმისა, რა ესეთი ეკლექტური იყო, ხო? ამდენ სხვადასხვა ხალხი იყო. კომუნისტური პარტიის წარმომადგენლიც ესწრებოდა ხოლმე ჩვენ სამუშაო შეხვედრებს და ცდილობდა, რომ რაღაცა, ესე იგი, საერთო ამბავზე მივსულიყავით, რომ არ უნდათ, რომ მარტო დარჩენილიყვნენ რამე გადაწყვეტილების პროცესში. რა ისინი წინააღმდეგი არიან. უამრავჯერ შემოსულან ჩემთან, რომ მაშინ იურიდიულ სამსახურში სტუდენტები ვიყავით და აბა ერთი კარგად განგვიმარტე ამ კონკრეტულ საჩივარს ასეთ მას გადაწყვეტილების პროექტს რატო ამზადეთ, იმიტომ რომ ჩვენ იურისტები ვამზადებდით ყველა დავაზე გადაწყვეტილების ვარიანტს და წინასწარ მოდიოდნენ, რომ აღიხსენი რომ მე ჩემებს აუხსნა, რომ რატო უნდა დაუჭიროთ ხარი ამას, იმიტომ რომ გენდობით იურისტები ახლა ასეთი ხალხი ხართ, მან თქვენ გეტყობათ რომ არავის ხარდაჭერი არა ხართ და ასე შემდეგ. ბრგვალი მაგიდის წარმომადგენელი CSKO-ს წევრები, ალეკო ქობალია და სხვები არჩილ და სხვები. არა, მაშინ ალეკო ასევე რაღაცა საკითხი რო იყო ბრგვალი მაგიდის საჩივარი, რომელსაც ვერ ვაკმაყოფილებდით, იმიტომ რომ არ იყო სწორი. თხოვდნენ რომ იქნებ კიდე კარგად განვიმარტო ან თუ საჭიროა ვეთქვი ჩვენებს შტაბიდან და რომ მოვიდნენ რომ იმათ აუხსენი. იმიტომ რომ არ უნდა ხალხს რომ პარტიული ნიშნით ყოფილიყო გაყოფილი რომ მე ამ პარტიის წევრი ვარ, ამიტომ ცალსახად ხარს უჭერ იმას რაც ამ პარტიას აწყობს და ასე შემდეგ. მოკლედ ეს სულისკვეთება სამწუხაროდ იმის ნაცვლად რომ მე გადაზდებოდა საჯარო სამსახურს, პარლამენტსაც და ყველას პირიქით ძალიან მალე იქვე ჩაკვდა და მოკვდა. შედეგები ახლა ბევრი დრო არ გვაქვს და დეტალებზე ვეღარ ჩავალთ. შედეგები ეს იყო სრული მოულოდნელობა მრგვალი მაგიდისთვის. ეხლა დათოს კარგად ემახსოვრება ვახტანგმა უკვე თქვა, თუ კანდიდატი იყო და დღამებს იქარათენებდა ჩვენთან ერთად, მაგრამ ესე იგი რომ დაიწყო შედეგების შემოსვლა და ნელ-ნელა ირკვეოდა სურათი. ხო იყო გასაოცარი რაღაცა აღტკინება ისა, მაგრამ მერე უცებ ამ CSKO-ს წევრებს მრგვალი მაგიდიდან დაეწყოთ პანიკა. რომ ამას ჩვენ ხელისუფლება არ გაგვატანს, არ შეგვარჩენს, იმიტომ რომ კომისიიდან მოსული ოქმები, რიცხვები, რომელსაც ვაჯამებდით, ახლა არ იყო მაშინ საარჩევნო ისინი რა ქვია, სოფტვერები და რაღაცეები და ხელი ჯამდებოდა. რომ აქ რაღაცას ჩაიდენენ და მომხრეებს სთხოვეს, რომ მიმდებარე ქუჩებზე CSKO იყო ჩიტაძეზე, საგარეო რომ არის ახლა და მაშინ მარშანიას ინსტიტუტი რომ იყო. და ესე იგი იქ სადარბაზოებში ამორიგებდნენ ხალხს, რომ თუ ვინმე მოვარდა აქ დასარბევად, იმიტომ რომ განცდა ასეთი იყო, კომუნისტები ამას არ შეგვარჩენენ, დაარბევენ აქაურობას. და მე უკვე დოკუმენტაცია რო შემოვიდა საოლქო კომისიებიდან დალუქული ტომრებით, ბიულეტინები და რა ვიცი ყველაფერი. CSKO-ს შენობაში, სარდაფში ინახებოდა და ალეკო ქობალია ზუსტად მახსოვს 24 საათი კაცი არ გადიოდა იმ ტერიტორიიდან რომ აქ ვიღაცა რაღაცას ჩაიდენს შეგვიცვლიან რაღაცას იზავენ. ანუ ამდენად წარმოუდგენელი იყო მასშტაბი გამარჯვების მათთვისაც. მაგრამ ეგ რატო მოხდა ეს ცალკე საუბრის თემა და ანუ თქვით რომ კომუნისტური ხელისუფლება პრაქტიკულად ძირს ეგდოდა ამას ისინი კარგად ხედავდნენ. შედეგების ასე ვთქვათ ნაწილში რა თქმა უნდა იყო დიდი იმედგაცრუება აი იმ ბლოკების, რომელიც თქვით წეგან ბლოკი თავისუფლება, დემოკრატიული საქართველო, განსაკუთრებით ბლოკი თავისუფლების შემადგენლობა, რომლებსაც დემ საქართველოსთან განსხვავებით, რომლებიც თავიდანვე ძალიან კაფიო ოპონენტები იყვნენ ზვიად გამსახურდიასი, უმეტესი ნაწილი იქ შემავალი ხალხის. აი ბლოკ თავისუფლებასა და მრგვალი მაგიდის პარტიებს შორის წინასაარჩევნო პერიოდში საკმაოდ ინტენსიური საუბრები და მოლაპარაკებები იყო შესაძლო ერთი ბლოკის გაკეთებაზე. ამ დეტალებში მე არ ჩავალ, აქ მე შორიდან უყურებდი და შორი მონაწილეობდნენ, მაგრამ რაღაცნაირად შემდგომ მოვლენებს თუ გადავხედავთ, რომ ჩვენ პრაქტიკულად იმ პარლამენტით ერთი მხრივ კომუნისტური პარტია და დავამარცხეთ, მაგრამ მეორე მხრივ მივიღეთ ასევე
საკმაოდ ესეთი ერთპიროვნული მმართველობა და ცენტრალიზებული სისტემა, რომელმაც მალევე ბევრ რამეში თავი იჩინა. ამიტომ შედეგები, როგორც ასეთი, იყო ერთი მხრივ სუპერ სასიხარულო, მეორე მხრივ უკვე მიანიშნებდა რაღაცა ტიპის ახალი პრობლემების გაჩენას ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. დავამატებ თერმიკე უკაცრავად. მე ბატონ ვახტანგს ვიცით რაღაცა დათო რასაკვირველია შენ არა რაღაც ამბებთან დაკავშირებით ერთი მინდა ვახსენო ის ხალხი უმაღლესი საბჭოს პრეზიდენტიდან რომლებიც დიდი გამოცდილება ჰქონდათ ისინი ატარებდნენ საბჭოს არჩევნებს ანუ ტექნიკური მხარე კარგად იცოდნენ იმად გვასწავლეს ჩვენ წარმოდგენა არ ჰქონდა ეს მინდა გამოყო ორი ადამიანი ანზორ კალმახელიძე და დემურ ნოზაძე ძალიან ეს წესიერი სიმპათიური ადამიანები აღარ არიან არც ერთი დღესაც ხერხმა იმათ უამრავი კალბატონები კიდე ასეთი უნდა იყოს საჯარო ეგ და მახსოვს კიდე 7 ნოემბერს გაიმართა თუ არ ვცდები 90-ის მაშინდელი აჭარის შენობაში პრესკონფერენცია ზვიად გამსახურდიასთან გამარჯვებული პარტიის ლიდერთან და აშკარად დაბნეული იყო იგრძნობოდა ესა რომ ეს იმ შედეგს რომელიც მიიღო ამ რგვალმა მაგიდამ და მისმა მოკავშირე პარტიებმა არელოდნენ ისინი და იგრძნობოდა ეს მახსოვს. ბატონ ვახტანგ, რა სიტყვით, აი რაღაცა დღევანდელი საუბარი მოვალ. მე ვიტყვი ახლა იმას რომ მე სავსებით ვეთანხმები ორივე დავიც. იმაში რომ რგვალი მაგიდან ნამდვილად არ ელოდა იმდენ ხმას, რამდენიც მან მიიღო. Ну ამას თავისი ახსნავს და თავისი მიზეზები აქვს რატომ მოხდა ასე ეს ცალკე მსჯელობის თემაა მე უბრალოდ ვიტყვი რომ ჩვენთვის მაგალითად ბლოკი თავისუფლებისთვის მართლა მოულოდნელი იყო ეს შედეგი იმიტომ რომ მანამდე არსებული სოციოლოგიური გამოკითხვები რომელსაც სისტემატურად ატარებდა ხელისუფლება და ამას ატარებდნენ ადამიანები, რომლებიც არ თანაუგრძნობდნენ კომუნისტებს და მათგან მქონდა ეს ინფორმაცია თუ როგორი იყო შედეგები, იმ შედეგების მიხედვით ბლოკ თავისუფლებას მეორე ან უკიდურეს შემთხვევაში მესამე ადგილი უნდა დაეკავებინა. ერთი არის საინტერესო იმ გამოკითხვებით კომუნისტურ პარტიას რამდენ პროცენტიანი მხარდაჭერაც ჰქონდა ის პროცენტი მიიღო კომუნისტურმა პარტიამ. მაგრამ რგვალმა მაგიდა მიიღო ბევრად მეტი ვიდრე იმ გამოკითხვებიდან ჩანდა და ჩვენ ბევრად ნაკლები ვიდრე იმ გამოკითხვების შედეგი იყო. მოხდა ასე რომ პროპორციულ არჩევნებში გავიდა მხოლოდ ორი სუბიექტი რგვალი მაგიდა და კომუნისტური პარტია რგვალი მაგიდა უმრავლესობით კომუნისტური პარტია უმცირესობით და აი მაჟორიტარულ ნაწილში მანდაც საინტერესო შედეგი იყო საარჩევნო ოლქების უმრავლესობა მოიპოვეს კომუნისტური პარტიის ოპოზიციის წარმომადგენლებმა. ყველაზე მეტი რგვალმა მაგიდა. შემდეგ რამდენიმე მანდატი მოიპოვა სახალხო ფრონტმა. ცალკე დიახ, დათაძე, რომან გოცირიძე, კიდევ ვინ იყო არ მახსოვს, თქვათ მე აი ბლოკი ერთობა რომ იყო იქიდან ელდარ შენგელაია გახდა დეპუტატი შემდეგ რესპუბლიკური პარტიიდან რამდენიმე დეპუტატი გავიდა მაჟორიტარული არჩევნებით. არა მარტო მაგალითად აკაკი ბობოხიძე რომელიც გავიდა ქუთაისიდან მე მგონი ქუთაისიდან მეც ასე მახსოვს მაგრამ ლობისტილი მანდატებისა მაინც წაიღეს რგვალი მაგიდის წარმომადგენლებმა
და იყო ისეთი შემთხვევების, როდესაც ოპოზიციური პარტიის მიერ წარდგენილი კანდიდატებიდან თქვათ მოიგო მრგვალი მაგიდის კანდიდატმა და არა ვთქვათ სხვა ოპოზიციურმა კანდიდატმა, მაშინ როდესაც ყველა ობიექტური მონაცემები იმ მეორე კანდიდატს უნდა მოიგო არჩევნებში. თავისი რანგით, ცენზით, ცოდნით, განათლებით, მაგრამ მან მთავარი იყო, რომ ყოფილიყავი მრგვალი მაგიდის წარმომადგენელი. აი ეს იყო ბევრგან. ახლა რაც მოყვა შემდგომ ამ არჩევნებს ის უკვე სხვა თემაა, მაგრამ აი ერთი ნაბიჯი რომ გადავდგა უკვე რეფერენდუმისკენ რაც იყო და მხოლოდ მოკლე შესავალს გავაკეთე ძალიან მოკლეს არჩევნების დასრულების შემდეგ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გადადგა თავმჯდომარის მოადგილე თენგიზ სიგუა გახდა პრემიერ-მინისტრი ანუ იქ უკვე სხვა ხალხი იყო დასანიშნი ცესკოს თავმჯდომარე გახდა ასე მრგვალი მაგიდის წევრი არჩილ ჭირაქაძე მან იანვარში შემომთავაზა ცესკოს თავმჯდომარის მოადგილეობა იმიტომ რომ ადგილობრივი არჩევნებია ჩასატარებელიო უკვე სერიოზულად არის მიღებული ეს გადაწყვეტილება რომ გაზაფხულზე ეს არჩევნები უნდა ჩატარდესო და ეს საქმეო შენ დასალების გარდა სხვებმა არ იციანა და აი გთხოვო რომ პარტიაცო დათანხმდესო ამასო და ჩვენო თანახმავართო ესე იგი მრგვალი მაგიდის წარმომადგენლები თანახმავართ რომ შენ გახდე ცესკოს წევრიო და აგირჩევთო თავმჯდომარის მოადგილე და ერთს დავაბად იანვარში გავხდი ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე ნუ იქ იყო კამათი ხოლმე რაღაც საკითხებზე და ძირითადად ხარდაჭერა იღებდა ის წინადადება რომელსაც თქვა მე ვაყენებდი და ჩემი რედაქციით როგორც იყო და არა ვთქვათ იქ კომისიის მრგვალი მაგიდის წევრის ან კომისიის თავმჯდომარის წინადადები და ამას მოყვა ის რომ კანონს დაამატეს ნორმა რომლითაც ცესკოს თავმჯდომარეს ერთი კი არა ორი მოადგილე უნდა ყავდეს და მეორე მოადგილედ დანიშნეს მაშინ უკვე უზენაეს საბჭოს თავმჯდომარის თანაშემწე გპ-ის დოცენტი ალიკო ქობალია ნუ გადის ახლა რა დრო გავიდა არ მახსოვს ერთი თვე თუ ორი თვე და ერთხელაც ქობალიას ასეთ რამეს ეუბნებიან ჩემი თანდასწრები ალიკო შენო ვისთვის დაგნიშნესო აქო მოადგილეთ იმისათვის რომ ხმალაძე გაანეიტრალო და როცა საკითხი დგება კენჭისყრაზე შენ ხარს უჭერ ხმალაძე რასაც ამბობს იმას და არა იმას რასაც ჩვენ ვამბობთ და რა სიტყვიო ამაზე და ისე ახსოვს პატარა პაუზა გააკეთა ალიკო ქობალია რა ვქნა ბატონო მართალია ეს კაცი რო ამბობს და აბა ტყუილს ხო არ დაუჭერ ხარსო აი ასეთი დამოკიდებულება და აი შიგნით მე ვიყავი ამ კომისიის თავმჯდომარის მოადგილე და მე დაახლოებით ნახევარი წელი 92 ივნისამდე თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი აი მთელი ამ ხნის პერიოდში მე ვერ გავიხსენებ ცესკოს რომელიმე გადაწყვეტილებას რომელსაც თქვა მე ხელს არ მოვაწერდი აი ასეთი იყო თანამშრომლობა სამწუხაროდ თანდათანობით ასეთი დამოკიდებულება საქმისამდე რომ თავარია სიმართლეს მივაღწიოთ სიმართლე დადგინდეს და იქ უნდა დავივიწყოთ პარტიულობა თანდათანობით ეს გაქრა ახლა დიდი მადლობა თანაც აი მასში კლასიკურ სერიალებში რო არის მომავალი საუბრის
ჩავაგდეთ მარცვალი და ძალიან იმედი მაქვს რომ გამოვა ეს ყველაფერი. მათო დამატება ხوار გინდათ რამე და სიტყვა დავიჭერთ. არ ვიცი ერთი ეპიზოდი მინდა გავიხსენო, სწორედ 28 ოქტომბერს მოხდა ეს 90 წლის არჩევნების დღეს. ადრე დილიდან დილადრიან რომ მივიდოით ხოლმე, მე 24 საათი და ხანდახან 48 საათიც იქ ვიყავით. და მივედით დილას და ირაკლი ჟორდანიამ დამიწახა და მითხრა რომ ეს რაღაც განაწილებული ქონდა ჩვენ ოლქები და უბნები კომისიის წევრებს რომ გლდანში რაღაცა ხდება ისეთი უსიამოვნო და იქიდან დარეკეს რომ იქნებ ვინმე გამოაგზავნოთო ჩვენთანო. და ნუ მოგეთ მე გამაგზავნა. მივედი იქა და საქმე იმაში იყო რომ იმაში საარჩევნო უბანში ამ რვალი მაგიდის მომხრეებს გამოკრული ჰქონდათ საარჩევნო პლაკატები და კანონით საარჩევნო უბანში ამის გაკეთება არ შეიძლებოდა. გარეთ კი ბატონო, შეგინთ არა ხო და იქ თუ შევედი და ვნახე ჩამოხსენი და რამდენიმე კაცი მომوارდა და რაღაც კინაღა მუსტიკრიამდე მივიდა საქმე რომ უხსნედი რომ არ შეიძლება არა მოკლედ ესეთი ამბავი იყო იქ და იქიდან მე მართალი უთქვა ვერ დავარწმუნა ისინი უნდა მართლა ჩხუბამდე მისულიყო საქმე და წამოვედი ესე უკან შევედი ჟორდანიასთან უთხარი რაც ხდებოდა და იქ დამხდნენ იმაში რა ქვია მის ოთახში ჯაბა იოსელიანი და საფრანგეთიდან იყო ჩამოსული ხა აღმოსულს იმ კაცის გვარი ქართველი ემიგრანტი და იქ რაღაცა მათ შორის დაიწყო სიტყვიერი შელაპარაკება და ერთმანეთს მოგეთ ესეთი დამთავრდა იმით რომ მოუთხა შენ ფაშისტი ხარო მეორე შენ მაშინ მე თუ ფაშისტი ვარ შენ კომუნისტი ხარო და ნუ გამოვიდა მე ეს ჯაბამ თქვა რომ მე მინდა ველაპარაკო ცალკეო და მხოლოდ დატო ყველანი გახვიდეთო და საქმე იმაში იყო რომ წინა დღეს იყო მოწოდება რომ მიეცათ ხმა არ მიეცათ ხმა გამსახურდიაცვის ეს იყო გია ჭანტურია თუ არ ვსწრები ირაკლი კობახიძე და კიდე რამდენიმე ადამიანი ტელევიზიით არჩევნების დღეს ამ პირველი დღევანდელი საზოგადოებრივი მაუწყებელი რომ არის იმის არხით მან არჩევნებზე გამოვიდა და ოდეს მე არ ვიცოდი და მოუწოდა მოსახლეობას რომ მიეცათ ხმა გამსახურდიაცვის ეს და ეხლა რა ბოლოს რა მინდა ვთქვა რომ ეს იყო ჩემთვის ნამდვილად დიდი პატივი რომ მივიღე მონაწილეობა იმ მრავალპარტიულ არჩევნებში და დიდწულებაში რომელიც საქართველოში მაშინ მოხდა. მადლობელი ვარ ჩემი ბედის ამისთვის და დიდი მადლობა ვახტანგ დიდი მადლობა დათოს და დათომ იმედი მაქვს რომ გავაგრძელებთ ამ იმას რა ქვია აუცილებლად უკეთ რეფერენდუმსაც და შემდეგ მეებსაც მოყვებით. არ ვიცი დათო უსუფაშვილი ჩვენთან არის თუ არა რამის დამატება ხო არ გინდა და არ ვიცი ეს მის თუ არა ჩვენ კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. ერთი შემიძლია თქვა, რომ მიუხედავად ახლა რაც მოყევი ბოლოს ეს ინციდენტები იყო საერთო ჯამში, ბატონი ვახტანგი ალბათ დამეთანხმება, რომ რაღაცნაირად დღევანდელთან შედარებით შესაშური სამაგალითო დემოკრატიულობით მიდიოდა, მე მგონი ეს პირველი არჩევნები, როგორც ახლა სავსებით გეთანხმები. ხო, აი ესეთი ცალსახად კანონის შესაბამისი. და მე იმაზე ჩვენ არ გვექნება საპრეზიდენტო არჩევნებზე საუბარი, მაგრამ ერთ მაგალითს მოვიყვან. საპრეზიდენტო არჩევნების დროს შემოვიდა საჩივარი, რომ თბილისის ერთ-ერთ საარჩევნო უბანში არჩევნების მონაწილეთა შორის აღნიშნულნი არიან ის პირები, რომლებიც ფიზიკურად არ იმყოფებიან საქართველოში. ძალიან საინტერესო იყო მით უმეტეს იმათთვის, ვინც არის ეს და პირველად მოისმენს განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის და დიდი მადლობა კიდევ გეშინდობებით იმ იმედით, რომ გავაგრძელებთ ამ საუბარს. ძალიან დიდი მადლობა ბატონ ვახტანგ, დიდი მადლობა დავით. ეს იყო საისტორიო კლუბი დარიოსი და დავით ჯაფარიძის მეცადინეობით მომავალ შეხვედრამდე. დარიო რადიო, მუდამ კარგი დარია.